დღეს ჩვენი სტუმარია ქალი, რომელსაც ქართული მედია წლებია კარგად იცნობს. წარმატებული ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ადამიანი, რომელმაც საკუთარი ადგილი და სიყვარული მაყურებლის გულში წლების განმავლობაში დაიმსახურა. ხშირად მხოლოდ ადამიანების წარმატებას ვხედავთ, მაგრამ ნაკლებად ვიცით რა გზა გაიარეს. რამდენი სირთულე, ცვლილება და გამოცდილება დგას ამის უკან. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, ცხოვრებაზე, ქალის ძალაზე, ცვლილებებზე, ბედნიერებაზე და იმ გამოცდილებებზე, რომლებიც გზრდის და გვაყალიბებს. დიდი სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარს, ეკა ხოფერიას. ეკა, მოგესალმებით. გამარჯობა გოგოებო. მადლობა, ბედნიერი ვარ, რომ მოვხდი თქვენს არაჩვეულებრივ სივრცეში და ჩემს ცხოვრებაში პირველ პოდკასტში. მართლა? აბა? პირველ გადასვლაში ეჭვება. დღეს მინდა ნატალია ეკა ხოფერიას უსვამთ კითხვებს. ეკა, აი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ხა ეს ამპლუა, იმიტომ რომ სულ შენ გვისვამ ხოლმე კითხვებს. და მე უბრალოდ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ესეთი სიამტკბილობით ვზივარ ძვირფასო მაყურებელ, იმიტომ რომ ჩვენს ძვირფას წამყვანებს ესე ვადევნებთ თვალს, როცა ემზადებოდა და მე მქონდა ესეთი მართლა ძალიან სასიამოვნო მომენტი, როდესაც შენ ხარ მოდუნებული და სხვები რომ უშობენ, ზითად სხვა ამბავია ხოლმე და სასიამოვნო შენ მიჩვეული ვარ მაინც შენს ამბავს და ნატალიაზე მინდა ვთქვა, რომ ვარ აღფრთოვანებული, უნდა აღვნიშნო ჩემი აღფრთოვანება და უდიდესი პატივისცემა. რატო იცი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა საკეთებს ეს ქალი ამდენი წლის განმავლობაში, ეხლა ტყუილად კი არ ვართ აფხაზეთიდან და ეს ამბავი გვაერთიანებს, ხო? და სულ მოდმივად წირო მიდიხარ, რო არ ჩერდები, რო არ გეზარება და რომ აი ესეთ დისკომფორტში იგდებს საკუთარ თავს, ხო? იმიტომ რომ ეს მისთვის არ არის კომფორტული ზონა. ასე რომ პირიქით მართლა დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვარ აი ამ თქვენი გადაცემის პოდკასტის მონაწილე. ძალიან დიდი მადლობა ეკა მობრძანებისთვის პირველ რიგში რომ მოხვედი, მეორე რიგში ესეთი ლამაზი სიტყვებისთვის, ანუ დიდი мотиваციაა ჩემთვის შენგან, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან დიდ სტრესს განვიცდი ხოლმე, უფრო ვნერვიულობ, იმიტომ თქვენთვის ეს ყოველ არა, მაყურებელმა ერთი წამით ახლა. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ შენ სალომეს თავისუფლად თალო მე ვფიქრობ რა შენგან არ მიკვირს თქო. და ამიტომ ვამბობ ამას. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ შენ ურეკავ სტუმარს, შენ საზღვრა ვინ უნდა იყოს. არ გეზარება, უთანხმებ თემებს, ყველაფერს, ეხლა ყველა ნიუანსს ვერ მოვყვები. კი, პროდიუსერი და ეხლა გავიგე რომ მონტაჟსაც თქვენი ბარებთ და ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვერა, მაგრამ ეს ვინაწილებთ ხოლმე, ასე ვთქვათ. მონტაჟს და დანარჩენ ყველა ეს პროდიუსერულ საქმე. ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ გამოგდით კარგად. ძალიან დიდი მადლობა და პირიქით მართლაც სულ ღელავ, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის ამას აკეთებდით და ეს თქვენთვის ძალიან ისეთი და მე რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი გადმოვცე მაქსიმალურად რომ მაყურებლისთვის ეს იყოს საინტერესო და პროფესიულად ჩემი მხარე პროფესიული მხარე უფრო არის ამ დროს ვიდრე როგორც წამყვანის ჩვენი სალომეს გადასარევად მიყავს ეს ყველაფერი და მე უბრალოდ მაქსიმალურად ვაწვდი ინფორმაციას რაც შეიძლება იყოს პროფესიული ხაზით. ზოგადად ჩვენი პოდკასტის აზრიც ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, სწორი ინფორმაცია, ეს იქნება თავის მოვლა, ჯანმრთელობა ასე შემდეგ. და ხო, აი ნატალის ესეთი მთავარი ძალა ამ შემთხვევაში მისი პროფესიონალიზმია და მე ვფიქრობ, რომ აი ფანტასტიკურად ართმევს თავს, მიუხედავად იმისა, რომ კი მისი თქვა სფერო არ არის არაჩვეულებრივად გამოცდის ნამდვილად. მოკლედ გადავიდეთ ალბათ ეხა და დღეს ესეთ ამპლუაში რომ სულ შენ გვისმევდი კითხვებს და ეხლა ჩვენ გისმევთ კითხვებს, მოემზადეთ ალბათონო კატერინა. კი ბატონო, მზად ვარ, კითხეთ ყველაფერს. აი მე ესე დავიწყებდი პირველ კითხვას, რომ ესეთი წარმატებული ქალბატონი, რომლებიც სულ წლების განმავლობაში ესე გიყურებთ ძლიერ ქალბატონად და ასეც არის, ანუ კამერებს მიღმა პირველი, აი გვინდა ეს კითხვით დავიწყოთ, როგორ დაახასიათებდი შენს თავს? იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ კამერის მიღმაც ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ ეკრანზე.
რა თქმა უნდა რაღაც გამონაკლისების შეიძლება ხო ყველაფერს ზუსტად იგივეს არ ვაკეთებ და ძალიან ხშირად ხუმრობ კიდეც რომ აი ძირითადად ისე ვლაპარაკობ რასაც ვლაპარაკობ ცხოვრებაში მოკლედ არაფერს არ ვლაპარაკობ რასაც არ ვილაპარაკებ თქო ღია ეთერში იმიტომ რომ ესეც გამოცდილებით მოდის ხო როდესაც აი ამდენი წელი ღია ეთერში მუშაობ აი ბევრი შეცდომაც მოგდის რასაკვირველია მაგრამ ეს უკვე რაღაცნაირად ჩემი თამდევია და ცხოვრების სტილია და ადრე ვიყავი ზუსტად ისეთი როგორც ვიყავი ანუ აი უფრო საინფორმაციო უფრო მკაცრი უფრო რაღაცნაირად ისეთი და აი ეხლა როგორცაც მხედავს მაყურებელი ეხლა ესეთი ვერ უფრო რაღაცნაირად ფორმატის და ცხოვრებაშიც ესეთი გავხდი უფრო იმიტომ რომ იზრდები რაღაცა სხვა მოდის ხო რაღაცნაირად უფრო რბილი ხდები უფრო რაღაცე ხდები რა არის უფრო მნიშვნელოვანი ესე უკვე აღარ ჩქარობ რაღაცას ხდები რომ ასაქმეს წამში არ არის აუცილებელი ნუ მოკლედ აი ჩემ შემთხვევაში არის ეს ფორმულა რომ აი როგორც ხარ ეკრანზე მეტნაკლებად ესეთი ვარ ცხოვრებაშიც ხო მაგრამ ეკრანის მიღმა მაყურებელი იმდენად ვერ გხედავს აი ამ შემთხვევაში ხა მე განვავრცობ ნატალიას კითხვას კი მესმის რასაც ამბობ აბსოლუტურად გასაგებია მაგრამ აი როგორც ხალი აი როგორც ტელეწამყვანი და ჟურნალისტი არა აი როგორც ხალი როგორც დედა როგორც მეუღლე თან ისეთი ახლა ისეთი ასაკი აქვს შენ შვილებს ცოტა რთული გარდატეხის ასაკი და აი როგორი ხარ სახლში მაგალითად აი როგორი შენი რიტუალები თუ გაქვს თავის მოვლის რიტუალები აუცილებლად ეს ჩვენი ესეთი სტანდარტული კითხვა ყველაფერი უნდა მოგვიყვე იცი რა არის აი ყველაფერი იცვლება წლების მიხედვით და სხვაგვარად იყო 5 წლის წინ მე ხლა სხვაგვარად არის და ასე შემდეგ ეხლა როგორ არის ახლა ვარ თლიანად ჩემი მთავარი საქმე ეს არის ჩემი ოჯახი იმის მიუხედავად რომ მე დავუბრუნდი დიდ ავიაციას მე დავიწყე ჩემი გადაცემა ჩემი უსაყვარლესი საქმე თქვენი არ იყოს მე ვარ პროდიუსერი ყველაფერი მე ვარ მაგრამ ეს მე ესე მინდა მაგრამ აი ფორმატიც ესეთი მოვიფიქრე ორ კვირაში ერთხელ იმიტომ რომ მე ვგრძნობ რომ მათ ძალიან ჭირდებათ ეს დრო იმის მიუხედავად რომ ანანო ბარსელონაში ცხოვრობს უკვე დიდი გოგოა და იქ არის მაგრამ რა მომენტშიც მან არ უნდა დარეკოს მე უნდა ვიყო მისთვის აუცილებლად ნიკოლა 17-ის ხდება იკა 15-ის ხდება მიშა ხუჯაძეს ახლა მასაც თავის მოვლა ჭირდება ოლივერსაც ჩვენ გოლდენ რეტრივერს და ნუ ყველას მოკლედ იცით რისი თქმა მინდა რომ რაც მე მთელი ცხოვრება ვიყავი 24 შვიდზე სულ გადაღებები სულ ტელევიზია მართლა მე მახსოვს ანანო იყო ერთი თვის იყო რომ გამოვედი და დავიწყე მუშაობა რუსთავიორზე და აი მართლა მახსოვს გოგოები ეტლით რომ ასეირნებდნენ ბავშვებს აი მართლა ცრემლები მათგებოდა იმდენად გრძნობდი რომ მე ამას არ ვაკეთებდი ხო და აი იმდენჯერ ვამბობდი ამას რომ ეხა ერთი 1000 შემომიბრუნდა თქო მართლა ადამიანი რასაც ჩაიფიქრებ და რაც რეალურად გინდა მოდის დრო და ამას რეალურად აკეთებ აი ეხლა ვარ იქ როგორც მინდა ეს არ გამორიცხავს რომ მე ჩემი საქმეები მაქვს რა თქმა უნდა მაგრამ მე ვარ მთლიანად ჩართული ანუ აი თავიდან ბოლომდე ყველაფერში მე მგონი ცოტა მეტადაც და ცოტა ისინი ბედნიერები იქნებოდნენ რომ უირა კაია და გადაღება აი ხე რომ მოვდი უირა კაი სად მიდიხარ იმიტომ რომ მიჩვეულები არიან რომ არასდროს სახლში არიყავი და სულ მუშაობდი და ეხლა ცოტა დიდი დოზით არის და ხო აი ზუსტად ამბობს ეკა აი ზუსტად სიტყვით მე რაღაცა წარმოვიდგინე უკვე ჩემი ცხოვრების წინა ისა და ალბათ კითხვას დაგისვავდი კიდევაც რომ რა შეცვლიდი თქვათ ეკა ხოფერია 20 წლის წინ აი რა შეცვლიდი და ასევე მაყურებელს ალბათ ზუსტად ეგ უნდა უთხრათ რომ რამდენად დიდი სირთულე დგას ძლიერ ქალში როცა არის ძლიერი ქალბატონი როცა არის წარმატებული როცა არის ლამაზი და რომ ეს გონიათ რომ ძალიან ესეთი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია თუმცა ძალიან რთული არის რა თქმა უნდა ორივეს ერთად შერწყმა და ისიც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, იმიტომ რომ ის ოჯახი мотиваციას გაძლევს, სტიმულს გაძლევს, რომ უფრო ძლიერი იყო.
ითი მეორე სავსებს აბა უბრალოდ რა შეცვლიდი? იცი რა არის ნატალია, მართლა რაღაცებს შევცვლიდი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არაფერს შევცვლი. მე შევცვლიდი რაღაც საბავშვო ზეიმებს არ გამოვტოვებდი. არ ავიღებდი ამდენ გადაღებას. მე მახსოვს, როდესაც რუსთავიორში დამნიშნეს საინფორმაციო უფროსად, უბრალოდ ჯერ მითხრეს, რომ შეუნდა წაიყვანო ღამის კურიერი და ამავდროულად გახდეს საინფორმაციო უფროსი. ღამის კურიერი იწყებოდა 11 საათზე და ყოველ ღამე და მოგეხსენებათ რომელ საათზე მთავრდებოდა და საინფორმაციო უფროსი სამსახურში უნდა ყოფილიყო სადღაც, რა ვიცი, 9:30-ზე დილით. მერე დავშვა დილის გადაცემა რო დავიწყოთ როდის, არ იყო შაბათი, ერთად იყო კვირის რაღაც რამდენიმე საათი. მე რა თქმა უნდა შემეძლო, მე თქვა რომ არა მეგობრებო, აი ერთს ავიღებ. რაღაცებს შევცვლიდი, მეტ დროს მივცემდი. იმიტომ რომ აღარ ის შენი შვილი, რომელიც აი ეს რაღაცა ის მომენტები რომ დარბის იქ რაღაც რომელიც მოაკელი, ის არ დაბრუნდება. ამიტომ ხო და მე მომწონს ამ თაობაში, შეიძლება ჩვენ ცოტა ის არ მოგწონს, მაგრამ მე მომწონს ამ თაობაში ის რომ ეს გოგოები უკვე სხვანაირად ალაგებენ. არა, ესენი ამბობენ, არა, მე ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პირადი სივრცე, ჩემი ოჯახი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ესე კარიერა არ კეთდება და ჩვენ დროს და ნახოთ, აბა ვინ უფრო მართალია. მე მგონია რომ ხო, ეხლა არის ის დრო, რომ მაგის ბალანსი ძალიან მარტივად შეიძლება. რთული არის, რა თქმა უნდა, რაღაცების დათმობა მაინც გიწევს რაღაც მხრივ, არ არსებობს. და ალბათ მერე დრო რო გავა რაღაც დანაშაულის გრძნობა სადღაც შეგაწუხებს. ხო, მე რა ვიცი, დედა არ მეგულება, ვისაც არ აქვს ეს. ან როგორც მშობელს, მართლა მე არ ვიცი, ვისაც არ აქვს ის დანაშაულის გრძნობა, რომ რაღაც მოაკელი, აბა რა. ან შეიძლება ქონოდა რომ საქმეს მოაკელი ვერ განსაზღვრავ ამას წინასწარ, არ რთული. მასე მე მიმაჩნია რომ ხო ამბობენ რომ ანუ ისინი თავის კარიერა შექმნიდნენ, რო არა ეს. ნახეთ, ეს ყოველთვის არის. რო პირიქით საუბრობენ, ვინც დიასახლისები არიან და ჩართულები არიან, თუმცა ზუსტად დღევანდელი თაობა რატომაც აკეთებს ესე ეკა, ის არის რომ მათი დანაკლის თვითონ არ უნდათ რომ დედები როგორ მუშაობდნენ და მათ ახსოვთ ეს აი ანუ ჩვენ შვილებს ამ თაობას შვილი რო გეუნება მე მომისმენია ჩემი შვილებისგან დათუნა მითხრა რომ სიცხე მქონოდა არ გახსოვსო ალბათ არასდროს სახში არ იყავი სამსახურში იყავი და ისე მეტკინა გული მომენტში და მეორეს მხრივ როგორ არის მაგალითად აი ანანოს ხშირად უთქვამს ანანო არის ძალიან შრომის მოყვარე მუშაობს მართლა არ მინდა ბევრი ვაქო, იმიტომ რომ ხო რაღაცა როგორც არის ისე არის, ნორმალურად და ესე უთქვამს, რომ იცი რა დედა, მე მთელი ცხოვრება გიყურებდი და მე ეს ვიცი ეს ფორმულა, რომ იმუშავე და ხო, აი ეს შრომის პატივისცემა, აი ეს ყველა შრომა კარგია და აი შენ ესე უბრალოდ რაღაც ესე კვაყოფაზე არიჯდე, არა, აი ეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გოგო დამოუკიდებელი იყოს და გოგოც ფეხზე იდგეს და აი ეს ჩემთვის ძალიან კარგი თემაა, ასე ვთქვა. კარგი კი რა აუცილებელი, ვფიქრობ, რომ ყველა ქალი რა მნიშვნელობაა, ქალი კაცი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქალი იყოს დამოუკიდებელი. და ორივე შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ დიასახლისის შემთხვევაშიც იმდენ დიდ რესურსებს დებენ დიასახლისები ამ თავიანთ ძალიან დიდ რესურსებს და ყველაზე რთული საქმე მე მგონი მე ვფიქრობ, რომ აი ეს ორივე ერთად აუცილებელია, რომ შერწყმაში როცა არის იდეალური და არაჩვეულებრივი და დღევანდელი თაობა ზუსტად თქვი ეკა, რომ მეც აი მომხრევა ამ ყველაფრის, რომ აი ერთმანეთთან ძალიან კარგად აკავშირებენ ამ ორ საქმეს ერთად. ხო, შეიძლება არც არის ახლა ამის აუცილებლობა და შეიძლება როცა ჩვენ ვიწყებდით, ყველაფერი იწყებოდა, ხო? ჟურნალისტიკა იწყებოდა, თავისუფალი სიტყვა მაშინ იწყებოდა, სამოდელო ბიზნესი იწყებოდა, სილამაზის ბიზნესი, ნატალია, რითი დაიწყე, გაიხსენე უბრალოდ, ხო? გავიხსენოთ საერთოდ რა იყო, როგორ იყო და მართლა ყველაფერი მაშინ იწყებოდა. ერთის მხრივ იყო მარტივი იმ ადგილის დაკავება მზის ქვეშ, იმიტომ რომ
მაინც ცოტა ვიყავით, ხო? ახლა უფრო რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაფერი შენ უნდა გეკეთებინა ეს შენი შეცდომების ხარჯზე. კი ბატონო და ალბათ ჩვენია ესეთი პოდკასტიდან გამომდინარე, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი შენი რუტინა რო გითხრა და მე მოვყვეთ უკვე ჩვენი შეხვედრის ამბებიც. შენი თავის მოვლის ეტაპები მოგვიყევი, შენი საყვარელი პროცედურები, აუცილებლად მე ნატალისთან კავშირი. სალომე მეცინება, იმიტომ რომ აი ეს როგორი მიღმა თემებია, იცი, ჩემთან მიმართებაში, რომ ხო, ჩემ და სულაც არ ვამაყობ ამით და არაფერს ამაყო ამაში არ არის. ძალიან ფრაგმენტული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად სულ რაღაც მეგონა, რომ ოф კაცო, რაღაცნაირად ბოდიში მაყურებელთან გავქაჩავდი ამით და რაღაცა ხან მაკიაჟს წავსვენდი რაღაც პატარა რო ხარ ხო ეს რაღაცა მიდის და ყველაფერს კაი ხო არა უშავს და თან მაინც უფრო აქცენტი მქონდა შინაარსზე და ასე შემდეგ. მე მოკლედ ამბავი მოხდა ასე რომ მე წამოვედი ტელევიზიიდან როცა ტელევიზიაში მუშაობ, იქ რაღაცა ყველაფერი სხვაგვარად არის, ხო? წამოვედი დღეს ერთი 15 წელიც კი გავიდა ამასობაში. ამ პერიოდის მანძილზე ჩემი ჟურნალიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა ვიდეოებს ვიღებდი, მაგრამ იქ ხარ ის სხვა ტიპის ხარისხია და სხვანაირად ჩანხარ. მე დავიკელი წონაში ჩემო ბატონო, ხო და ეხა კი ვხედავ რომ რაღაცა და სხვანაირია ეს აღება, კარგად ვერ ხვდები. ხო და დავიწყე გადაცემა. დავუბრუნდი გადაცემას. დავიწყე ჩავწერე და ეს YouTube-ი ჩავრთე ტელევიზორში. ეს ვზივარ სახლში და ჩევქარ ზის გვერდზე და უცებ ხა წამიგე შენ თავს რომელსაც მთელი ცხოვრება უყურებდა, ნუ იცი როგორ გამოიყურები. მოგწონს არ მოგწონს, ხან ისე ხადასე. თუცა მიხდი რომ კაცო გავიდა 15 წელი. ანუ მე ვუყურებ ეგას 15 წლის მერე. და ჩაგორზოლი ეს რა გაუკეთე ჩემთან ეს რა თმინდოდა რა მინდოდა წვენებში და ნუ ძალიან რთული იყო მაგრამ ნუ კარგი მე წონის კლებამ განაპირობა და ხო 13 წლის ვარ ხო და არც ბევრი არ ცოტა მაგრამ ნუ ეს არის ყველა ჩემია ხო და ამას გარდა ძვირფასო მეგობრებო ერთი არის რომ ეს ჰორიზონტალური კადრი, სხვა არის, ესეთი ჰორიზონტალური კადრი. მე ყველა პოდკასტს, ყველა YouTube-ის გადაცემას, შემდეგ ვჭრით ეგრეთ წოდებულ მოკლე ვიდეოებად, შორთებად და მოკლედ პირველი ვიდეოები რომ დავჭერით, ეს პაუზის მერე 15 წლის მერე ეკრანზე ესე რომ უყურებთ და რომ ეს მე ვარ, კაი, ხო, კაი. ეს ეკა მერე მოიყვანეს ესე, ახლოს ეგ მოვიდა კადრი. მე თქვი რა ხდება? მოკლედ ძალიან რთული იყო ამის. არ მალავ ამის, იმიტომ რომ ამასთან შეგუება არ არის მარტივი. მაგრამ მე ვფიქრე კარგი. მე კი ვთქვი რომ კარგი, მაგრამ მაყურებელმა არ თქვა კარგი. მოკლედ მე ზოგმა ძალიან სიყვარული, ზოგმა ისე, ზოგმა ასე. აი რას წერდნენ ეკა? ნუ წერდნენ და ეს ეკა როგორ დაბერებულა. რა ხდა გასო ვიძახი, რა გავაკეთო? აი იცი რა, ხარ გაყიდა ბოდიში, მაგრამ უნდა გაგაწყვეტინო ეხლა და აი მაყურებლისთვის აი ეს პატარა რაღაცა ჩართვა უნდა გავაკეთო, აი ზუსტად აი ესეთი კომენტარების გამო. აი რო გვიწერთ, რომ აი როგორ დაბერებულა და ნუ ჯერ ერთი არავინ უბერებელი არ არის ჩვენ შორის. ეს კარგია ღმერთმა ბატონები, რომლებიც გვიწერენ კომენტარებს, რომ დაუბერდით და ასე შემდეგ. პირიქით, მე მგონი რომ პრივილეგიაა, რომ ვბერდებით და თავარია რომ რაღაცა აი ლამაზად დაუბერდეთ და ეს შინაგანი რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს შინაგანი სხივი არ დავკარგოთ, თორე დაუბერდებით ჩვენც და თქვენც ჩვენო საყვარელო. გასაგებია, მაგრამ ეხლა ამას ამბობს სალომე ღვინიაშვილი, რომელიც ეხლა რა დაბერდა, გამოიყურება ესე სულდა. ეკა მეც მიწერენ დაბერდიო. და ძალიან მწყეს, იმიტომ რომ მეც ვიცი რომ არ ხარ ვარ 20 წლის და მემატება ასაკი და მე მიხარია რომ კი ძალიან დიდი ბედნიერება ყველა ადამიანისთვის, ქალისთვის, კაცისთვის რომ დაბერდეს. ეს არის პრივილეგია რომ დაუბერდეთ ყველა. ვერ მივიღებ მე პირადად მაგრამ ლამაზად უნდა დაუბერდეთ. მე რას ვამბობ, იცი ხო გვემატება წლები, მართლა ხო რა ვიცი. მე მომწონს სულ ყველგან ვამბობ, მოვპარე თეონა თავართხილაძეს, გიждები ამ სიტყვათა წყობაზე, დიდი გოგო.
თეონა არამობს ასაკოვანი, აი დიდი გოგო და აი ყველა უკვე დიდი გოგოს, დიდი გოგო. მართლა დიდი გოგო ხარ, ნუ ჩვენ გვიყვარს ქართველებს ეს რაღაცა გოგო და რა თქმა უნდა ხალი რატოა ეს ესე ვთქვათ, ხო, პირიქით ეს არის რაღაც ბუნებრივი მოვლენა, რომ ყველა ადამიანს ასაკი ემატება, ნელ-ნელა ხა 20 წლის აღარ ვართ და მოგვემატება და ცოტა ხანში გავიზრდებით კიდე უფრო დიდი გოგოები და რა თქმა უნდა და ღმერთმა ქნა აი რაღაცა ბულინგი ამაზე რომ აიმე დაბერდა და რა დანაოჭდა და ნუ რაღაც ყოველად მიუღებელია. ხო, იცი რა არის, თავიდან არ აქცევ ამას ყურადღებას და ნუ თან მე ხა სალომე მე არც როგორ გიხარ არც ქონდა ამაზე არის აქცენტი. ხო ხტები მე ლამაზი ვარ და მე ის ცხოვრებაში არასდროს ეხა რაღაცა რა ვიცი ერთ სიმპათიური გოგო ვიყავ ანუ არ მქონდა ამაზე აქცენტი რაღაცა სხვა რაღაცაზე მაგრამ ნუ მაინც და შემდეგ მოკლედ ნატალიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და ნატალი ანტი-ეიჯ კლინიკის და ნატალი დრაიბარის და ნატალი ყველანაირ ფორმაციაში ნატალის მოკლედ ვარ მეგობარი კლიენტი წლებია დავდივარ ყველა მიცის ეს ახლა ასე ვთქვათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია რომელსაც ვენდობი და ნუ მართლა ძალიან მაგარი პროფესიონალები მუშაობენ და რაღაცა მართლა ერთად გავიზარდეთ რა ასე მგონია რა მე მგონი პირველი ჩემი ნატალი კოსტავა იყო კიდე სხვა და ნუ ახლა არის ნატალი დრაიბარი ჩემი უსაყვარლესი ადგილი აბაშიძეზე აი მართლა აი 24/7-ზე აი თვითონ ხშირად ხვდებით ხოლმე ეკამედაში ერთმანეთს და აი ესე მე ნატალიამ ჩვენ ვილაპარაკეთ ეს რომ მოდი პოდკასტში მე ვთხარი მოვალთქო შენთან პოდკასტში თქო და რა ვიცი თუ გინდა რამე პროცედურაზე მოვყვები თუ გინდა გავიკეთებ და პრესე შემოვხედე ვიცი ჯერ არ მოხვიდე მე ჯერ არ მოხვიდე ეხა ხო და აბა რა გავაკეთო მე ვთხარი და ვიცი ჯერ რაღაცა ჩაიტარებო პროცედურები და მე მოყევიო ამაზე კაი მე ვთხარი და მართლაც აი იცით რა მინდა გულწრფელად გითხრათ ანუ ყველას ყველაფერი არ უხდება და აი თავარი რა არის იცით რომ მიენდოთ პროფესიონალებს აი წლებით გამოცდილ პროფესიონალებს და ადამიანებს რა და მე არასდროს ესე არ ვენდობოდი და არ მჯეროდა აპარატურული კოსმეტოლოგიის რაღაცა ეს მეკოდა რა არის ხა ეს აი ხა რა უნდა ქნას მან აი რა არის ხა ეს ხო და მოკეთ ნატალია მითხრა მოდი ერთიო რა და მოკეთ შეიძლება სახელები შემეშალოს მაგრამ აი ესე დავიწყე onda pro-თი ეს კი მოკეთ ეს onda pro მეგობრებო უნდა გაიგეთო 4 ჯერ რაღაცა შუალედით და onda pro არის ისეთი რომ მყისიერადაც გრძნობთ შედეგს აი მართლა რაღაცა ჯადოსნური ტალღები ხდება შიგნით და აი მყისიერად გრძნობთ და რაც მთავარია ის მუშაობს შემდეგ და შემდგომ პროცესზე მოკეთ დიდი გოგოებისთვის და ისინი ვინც უახლოვდებით დიდ გოგოობას აი ეს არის აი უეჭველი ამ გზით უნდა იაროთ ერთ-ერთი onda pro მერე ფოტო გაახალგაზრდება ფოტოთერაპია აფრენ ამ სახელზე ფოტო როგორ ფოტოთერაპია ხო მე ვარ ხო ფოტო გაახალგაზრდება ეგრეთ შეგიძლია არის არაჩვეულებრივი და არის red touch-ი ესე იგი რას აკეთებენ ესენი ყველა სხვადასხვა რაღაც არა პირველად როგორ იყო შეგაწყვეტიებ გინდა გითხრა მიდი პირველად ნუ მოკლედ რომ მითხრა და თან მერიდება ხო იცი ახლა ეკას როგორ უთხრა რომ პოდკასტში ჯერ არ მოხვიდე მეთქი ახლა როგორც თვითონ თქვა მაგრამ მე ვთქვი შემოვხედე ჯერ მირჩევნია მეთქი ანუ რაღაცა თქო და თან ეხა ეკა ყოველთვის ლამაზი დღესაც ლამაზი და ეკას ივენტზე რო დამპატიჟებდა ხოლმე აი უნდა მოუხვიო შენს ივენტზე რო დამპატიჟებდა ხოლმე ვაიმე ისე მიხაროდა და ისეთ ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ სულ ლამაზ ივენტებს აკეთებდი ხოლმე ეკა კუსტპაზე ბოლოს რო ქონდა რა ლამაზი იყო როგორ მახსოვს ძალიან საოცარი ნუ ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ რა ვიცი რა მართლა და ვიფიქრე ეხლა პოდკასტი არა მინდა რომ ამ ქალს რაღაცნაირად ამ გოგოს ბოდიში დიდ გოგოს ამ დიდ გოგოს მინდა რომ რაღაცა გაუკეთო რაღაცა ისეთი თან შინაინც ნერვიულობ იმიტომ რომ პასუხისგებლობა რომ
ეკახოფერიასთან რომელიც სულ ტელევიზიაშია, ეკრანზეა, ეხა ვერ გაუკეთებ ისეთ რაღაცას, რომელიც შეიძლება პატარა რაღაცას არისკოც იყოს, ხო? ამიტომ არის რომ ეს აპარატურული მეთოდები არის ყველაზე უვნებელი და თან ისეთი ჩვენ რაც აგვაქვს სამედიცინოა ეს აპარატურები ფაქტიურად დეკასია, ხო, როგორც მოვიცი. დეკას აპარატურები არის სამედიცინო აპარატურები, რომლებიც არის მიკროტალღებზე და ასე შემდეგ. მიკროტალღები რას ნიშნავს ეს რომ მომავლისთვის მაყურებელსაც აუხსნათ, რომელიც ოპერაცია რომც დაგჭირდეს მომავალში, არ არის მავნე პირიქით. პირიქით, ხო, ძალიან ისეთია 2 და 4 მეგაჰერცი აქვს, ეხოსკოპის აპარატი რო არის ფაქტიურად პირიქით, ну საერთოდ უვნებელია და პირველად გაუშვი ამ Onda Pro-ზე. ეხა რაზეც შევაჩერე და ბოლომდე არ თქვა და Onda Pro-ს შემდეგ დავინახეთ ჩვენთან სალონში თმის დასავარცხნა და არ მომეწონა, მიხვდი, აი არ მომეწონა და არ მომეწონა და არ მეშვება ეხლა. ვაიმე ვიფიქრე ურეკავ ჩემებს რა გაუკეთეთ მეთქი რამე სხვა არ გაუკეთეთ, ну არ მომეწონა. რა გინდოდა რომ ერთი Onda Pro-ს პროცედურით არაფერი ვიცოდი რომ საოცარი შედეგი არ მოვიდა და თუმცა რაღაცა, იმიტომ რომ ნახეთ სწორი შერჩევა, სწორი მიდგომა, სწორად გაკეთებული პროცედურებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? იმან კი პირიქით კი არის მას უკნაკაც არც არაფერს დაუზიანებს, იმიტომ რომ იმ Onda Pro-ს აქვს როგორც მოჭიმვის ეფექტი, ესევე ცხიმის დაშლის. შეცვალე რეჟიმი. მე შევცვალე არა, დავამატეთ. უკვე ეს ფოტო დავამატე და Red Touch, იმიტომ რომ Red Touch არის, რომელიც კოლაგენს გამოიმუშავებს რა ძალიან და Red Touch და Onda Pro ეხლა Harvard-ში წარმოიდგინე ისეთი პოპულარულია რომ მთელი აფეთქებულია პრესები წითელ ხალიჩებზე ამ ორ პროცედურას ერთად აკეთებენ რომ მომენტალური მყისიერი ეფექტი და დღეს ძალიან მოდაში რო არის glow ეფექტი აძლევს ეს ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი სტიმულაციას აკეთებს კოლაგენის და ელასტინის Red Touch-ი, რომ ამ Red Touch-მა მონაკოშიც ეხლაც პირველი ადგილი აიღო, შარშანაც პირველი ადგილი აიღო, იმიტომ რომ ერთადერთი არის სხივი, რომელიც წითელი და ყვითელი სხივის ერთი კომბინაცია, რომელიც სტიმულაციას ჯერ რაც გვაქვს იმ კოლაგენს ბოლომდე დრგუნავს, ანუ პირიქით და მე ორმაგად ხდება მისი სტიმულაცია რა. იმიტომაც არის რომ ეს აპარატები ყოველდღე არც ერთი არ კეთდება თვეში ერთხელ, რომ ის მუშაობს და ყოველგვარი უვნებლად აკეთებს ამ ევას. ნატალია, ბარა მისიც უთხრათ მაყურებელს, რომ აი მაგალითად ეს Onda Pro უნდა გაიკეთო, ესე იგი 3 კვირაში ერთხელ ხო, მინიმუმ 3 კვირაში 3-დან 4 კვირაში ერთხელ სახის. რამდენი პროცედურა უნდა გაიკეთო? 4. მე 4 ჩერდები. კი, ჩერდები და თავისუფალი ხარ უბრალოდ ეხა წლები რო გვემატება, ისევ თავიდან მიმდინარეობს პროცესი, ხო? აი რა პერიოდის მაგალითად, აი შეიძლება წელიწადში ერთხელ, აი 8 თვეში ჯერ ეს არის ძალიან ინდივიდუალურია და ეს პროფესიონალმა უნდა გირჩიოს. ყველა სკანი როგორ მოითხოვს, ეხა ვიღაცის მეტად უფრო ხშირად, შეიძლება 6 პროცედურაც დაჭირდეს, ვიღაცას სხვა მართალია. აი მე 4 გავიკეთე მე პირადად გუშინ და ნუ ისეთი კმაყოფილი ვიყავი, იმიტომ რომ თვითონ უკვე კანს, ანუ კანის კოლაგენის ყრივი ხდება. ნახე, აი რო ვერ გიფსკენენ ხოლმე ხო? რასაც აკეთებს Red Touch-ი. რასაც აკეთებს Red Touch-ი და Onda აკეთებს liftings, მიხვდი? ანუ liftings და ის, ანუ კომბინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთად, იმიტომ იყო რომ თქვათ მე მაგალითად ალბათ შესაძლებელი იყო რომ თავიდან ჯერ Red Touch-ით დაწყობილიყო, თუმცა შესაკრებების შეცვლით ჯამი არ იცვლება, იმიტომ რომ ერთ დღესაც კი არის გასაკეთებელი, შესაძლებელია, ნუ არაფერი არ არის. მაგრამ მართლა უნიკალური არის, იმიტომ რომ აი მაგის გარდა ეხა რაცაც ნატალი ყვება, კიდევ ძალიან ბევრი სხვა პროგრამაა, მაგალითად ფერი, პიგმენტური ლაქები. აი კაპილარები მეც გამიკეთა. ასევე ეხლა თუ არ ვცდები თმების თმის წვენაზე ქონდა საოცარი შედეგები. ანუ მამაკაცები თმაზე იკეთებენ ძალიან ხშირად. რეალურად რაღაცა უნივერსალური ეგ არის ნუ აი რომელიც პირიქით აი როგორ გითხრა, ეხლა ჩვენ რო ჩავამთავრებთ
თქვენთან შენთან მაგ იმებს აი მე ნახე ჯერ კიდე დასაწყისი არის ჯერ ჭირდება შენ ერთხელ გაქვს ხო მე მგონი რედტაჩი გაკეთებული მე მგონი ორჯერ ხო, ну 4 მაინც უნდა, მაგრამ თუმცა შედეგი ეხლა გაქვს იდეალური, მე მინდა გითხრა რომ მოკლედ მე უნდა ვუთხრა მაყურებელს რომ ჩემთან როგორ იყო იცით რომ აი ეს ჩატეხილები იყო ძალიან ეხლა მე არც წონაში მომიმატებია ეხლა რომ ეს კი არც არაფერი არ გამიკეთებია მიხვდით და რეალურად ანუ თუ კი შენივე კანი აი ესე დადგება და კაი ჯარისკაცივით დაიწყებს მუშაობას შიგნით რაღაცა ჯადოსნობები ხდება ეს ვერ წარმომედგინა თუ ესეთი უნარი შეიძლება და ქონოდა შენივე საკუთარ სახეს კი, აი მეც მიკროტალღები და ეს სხივები აიძულეს. ჯერჯერობით ცოტა ჩვენ ქვეყანაში ცოტა ეშინიათ აპარატურული პროცედურების, მაინც ვერ ენდობიან. ხო, იცი რა გამიგია სხვათა შორის. ცოტა არასწორი ინფორმაცია იყო ადრე ამასთან დაკავშირებით და ეხლა აი ზუსტად მაგისთვის ვართ ჩვენც, რომ აი სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. ნახე იმ აპარატურულსაც რა თქმა უნდა გააჩნია ხო სალო რა აუცილებლად უნდა იყოს თუ რა სხივზე მუშაობს, რაზე მუშაობს. და ემდენად პროფესიონალური კარგ კლინიკაში პროფესიონალმა აპარატების პროფესიონალი უნდა იყოს და ყველაზე მაგარი რა აქვს იცი ამ თვითონ ამ აპარატებს რომ ისეთი ხელოვნური ინტელექტი აქვს რომ ანუ ჭკვიანი თავაკებით არის რომ ცუდად ვერ გააკეთებ ანუ ეგრევე წითლდება თავაკი უწითლდება და ან ფიზიკურად ვერ გააგრძელებ ხო ძალიან ისეთი არის რა პლუს წარმოიდგინე რაც არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ხა პროფესიონალები გადამზადებულები არიან და სულ ამზადებთ ჩვენს ექიმებს ჩვენ ყოველთვის როგორც ევროპაში და აქედან ჩამოდიან და ჩვენც უშვებთ ყოველთვის და არიან პროფესიონალები, მაგრამ თვითონ აპარატურაც დაცული არის მაქსიმალურად იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს უსაფრთხოდ რა ეს ყველაფერი და ეს არის შემდეგ დავამატეთ მოვლა ო ჟერმენ დე კაპუჩინო დღეს მაგალითად მე ფოტო გაახალგაზრდავება მქონდა და შემდეგ ნატამ ნატადანა ძირითადად ნუ ინგაც ჩემი საყვარელი ხო და სულ ყველა რატო არისო დღეს მე რაკეთ ნატადანა სახელებსაც ესე არჩევს ხო ვიზუალურად ყველა ერთი მერზე ლამაზია და ნუ აი მოკლედ არის მთელი ამბავი საუკეთესოები ყველა და დღეს ხოთა შორის ნატა მითხრა რომ ეს ლიფტინგის პროცედურა უყარს ძალიან სალომესო სალომე იკეთებსო და მე ვკითხე ხო და მე ვკითხე რომ აი მაგალითად ახლა მე ხო გადაცემებს წერა და ვკითხე რომ აი როდის ჯობია წინა დღეს არ მაინც აი ჯობია რომ იმ დღეს თუ ისე დაემთხვა როგორც მე გავიგე რომ უკეთო უნდა პრო გაიკეთოთ მე გაიკეთოთ ეგ უნდა მეთქვა მე ლიფტინგ პროცედურა და წადით და დაიყვანეთ აი ეგ არის მართლა აი ერთად უნდა პრო და ჟერმენის რომელიმე პროცედურა. ნუ ამ შემთხვევაში მე გამოვარჩევ ლიფტინს და C+, მაგრამ აი თუ სადმე მივდივარ, ან გადაღება მაქვს, მაგრამ გადაღება ყოველდღე მაქვს თითქმის, ამიტომ ყოველდღე ვერ ვახერხებ. აი რამე განსაკუთრებული ღონისძიება თუ არის და მინდა რომ განსაკუთრებულად. ეხლა მაგალითად იმ დღეს დაბადების დღეზე ვიყავი და ერთი სამაკაცმა მითხრა, სომეო სახეზეო რა გაიკეთე, ნატალიაც იქ იყო და იქვე მიუშვი. აი საოცარი ეფექტი აქვს. აი თითქოს რაღაც აჭიმული, თითქოს არა მართლა და რაღაც გასხივოსნებული სახისგან. ხო, ეს მოვლა არის აუცილებელი, ნახეთ, აი ამ პროცედურები. იმიტომ რომ ამ ყველა პროცედურაში შედის სპეციალური სახის მასაჟიც. ანუ თან რელაქსი არის, თან ყველა ინგრედიენტით არის გამდიდრებული, რომელიც ყოველ დღე უჯრედები კვდება მოკლედ რა სამწუხაროდ და იმის აღდგენა ხდება ყოველდღიურის. ყოველი პოდკასტის წინ არ არსებობს მეც რომ მაგალითად ის პროცედურა არ გავიკეთო. მით უმეტეს ეხა გუშინ თანამშრომლებმა დამპატიჟეს ძალიან დიდი მადლობა მათ და ისეთი დღესასწაული გქონდა რომ დღეს თუ სახეს მოვიყვანდი ფორმაში არ მეგონა, მაგრამ აი ამ პროცედურამ არაფერი არ გეტყობა. ამ პროცედურამ, ამ თვითონ ლიფტინის ჟერმენ დე კაპუჩინის პროცედურამ, ანუ სრულიად შეცვალა. ეს არის საოცარი მე ვფიქრობ რომ გაჩნია ხო გოგოებს აი ვის როგორი რეჟიმი აქვს, ვის როგორი ესე თქვა დატვირთულობა, რა თქმა უნდა, სასურველია ხა ყოველ კვირაში ერთხელ მაინც, მაგრამ აი
მართლა გულახდილად გეტყვით, რომ ეხლა მე რო ეს ყველაფერი ეხლა უკანა რიცხვით რო ეს რაღაცები ცოდნო და ნუ მე ვეცდებოდი რომ თვეში ორჯერ მაინც და თუ ორჯერ არ ახერხებ ერთხელ მაინც გარ. ხო. და ყველაზე თუ გაქვს პრეტენზია ან სახლში მაინც ნახეთ, სახლში მაინც შეიძლება რომ ეგ იგივე რაღაცნაირად თქვათ, რომ არის ხოლმე ხო არ გვაქვს ჩვენ თქვათ ვიღაცას იტყვის ხოლმე რომ არ არის მაგის საშუალება ან ასე შემდეგ ხო? დრო საშუალება ხო, მაგრამ ნუ სახლში მაინც ხო. ხო, და ვისაც ოდნავ მაინც აქვს ამის ისა ის აი ყველანაირი დრო უნდა გამონახო, იმიტომ რომ ნახეთ, მე სულ ვიძახი ეკა ესეთ რამეს, რომ გავხდები და მერე მოვალ. არა. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ გვყავს მაგალითად გვყავდა ერთი კლიენტი და გვყავს კიდევაც მომხმარებელი უფრო სწორად, რომელიც მთელი წლები ჟერმენ დე კაპუჩინის სახეს და სხეულის იკეთებს პროცედურებს რა ყოველთვის. მერე მოუწია ოპერაციის გაკეთება კუჭის იმის შემდგომ ბარიატრია, თუმცა ის კანი ჩვეულებრივად ჩაჯდა ანუ ყოველგვარი ჩამოკიდების თუ დაკიდების პტოზის ესე სწორად რომ ვთქვა პტოზის გარეშე. პირიქით იმიტომ რომ კოლაგენი და ელასტინი არაფერშუაში არ არის. ხო, აი მე ეს შეცდომა დავუშვი. მე შეცდომა დავუშვი, ეს მე ვიცი. როდესაც მე დავიწყე ჯანსაღად ყვება და ნუ ეს რაღაც 4 დღის წინ თუ რა ვიცი 3 წელი თუ რაღაც ეს ამბავი იყო აი მე რომ მაშინ უფრო დამეჭირა თადარიგი ყოველში მე ამდენი სამუშაო არ იქნებოდა აუცილებლად 20 წლის ხო არ ხარ არა 20 წლისაც რო ხარ მაინც რეკომენდაციები მაგიტომაც არის რომ რაც უფრო ადრე ვთქვათ თუ უკვე ჩატყდა ნაოჭი ვთქვათ თუ უკვე დაიწყო ფტოზი მე უფრო რთულია ვიდრე ვთქვათ ეს სანამ დაიწყება რომ დიდი ხანი შეინარჩუნო ის. არა, ეს ახალგაზრდებიც მაგალითად გაგიჟებული ვარ პირიქით ისეთი ისინი არიან, რომ უფრო კარგად უვლიან თავს. უკვე თავის მოვლას. იმიტომ რომ მეც კითხულობენ და ნიღბები ეხლა იმ დღეს შევდივარ სახლში და ხედავ ნინის სახეზე ნიღაბი ადევს და 22 წლისა და მე რა შვები დინი მეთქი და სახეზე ცეპლიუზის ნიღაბი უკვე რამხელა არის, ანუ განარა არის, სახლის მოხმარებაც კი უკვე შესაძლებელია ფაქტიურად რომ რუტინაში უნდა იყოს აუცილებლად. თან წარმოიდგინეთ ახლა მე ისე კი რომელი წლიდან ვარ 2001 წლიდან ვარ ტელევიზიაში. რა კოსმეტიკა იყო მაშინ Golden Rose-ები იყო. ჩემ დიდ პატივისცემა ამ ბრენდს მაგრამ ნუ მოკლედ. ხო და რა მხელა სისქის გრიმი იყო ხო მაშინ და აი რაღაცეები და რა მოიშორე ოღონდ აი ესე რა აი საერთოდ მოვლა აი არც თან ხარ რუსთავიორის რეჟიმში წარმოიდგინე ხან რევოლუცია იყო და ხან ვინ შემოგვიხდებოდა უშიშროება და ხან რაზე იყო საერთოდ ლაპარაკი ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერს მაშინ ფიქრობ რომ ახალგაზრდა ხარ და ასე ვთქვათ ამ ყველაფერს გაიტან და იტან კიდევაც და კარგია დღეს რომ აი გოგოებს სრულიად სხვაგვარი კულტურა აქვთ თავის მოვლის და აი ძალიან მოსაწონია ეს რომ აი გოგოები ეხლა უკვე სრულიად სხვაგვარად უვლიან თავს ინფორმაციაც მეტი არის ეხლა ინფორმაციაც მეტია კი ზუსტად ხო ეგ აი რას ურჩევდი მაგალითად ახალგაზრდებს აი ეხლა შენ მე ვურჩევდი რომ არ მოწიონ აი ხარი რომ რას ინანებდი რაში გენანებდი რას ინანებდი კი ეგ კითხვა გვინდოდა და შენ დასვი უკვე კაია აი ვნანობ ყოველ ღერ სიგარეტს რომელიც მომიწევია ჩემ ცხოვრებაში და ვნანობ რომ აი 24 საათი ვიწექი მზეზე დამსავის გარეშე ხო აი მთავარი რჩევა გოგოებს რომ აი თუ შეგიძლიათ მე მქონდა ადრე ერთხელ სარედაქტორო 10 რჩევა ეკასგან პატარა გოგოებს და აი 10 რჩევა გვინდა ეხლა ისე ჩემი შვილი ამბობდა ანანო რომ ესე მგონია მე მელაპარაკებაო ნუ მან იქ იყო ერთ-ერთი ესეთი რჩევა რომ სკრინშოტების ეპოქაში დაასრულეთ მესიჯებით ურთიერთობის გარკვევა. დარეკე, დაელაპარაკე, შეხვდი. მოკლედ აი რაღაცებს აირიდებ თავიდან, მორჩით ამ რაღაცა მიწერა, მოწერა, მაგრამ ნუ ხა იმას რა გამახსენებს ხა სალომე ძალიან კაი რჩევები იყო სხვა შორის. ეხლა გითხარი რჩევები. 10 ხა ძალიან ისე ხო, ნუ აი ეს რაც თქვი რომ
არ მოწიოთ სიგარეტი, ძალიან ვურჩევ რომ და ეგ უკვე რჩევა ჩემი არ ჭირდებათ რომ რაც შეიძლება ნაკლები მზე ან მაინც მაშინ დამცავით. მე მგონი სპორტული ცხოვრების კუთხით ჩემი რჩევა არ ჭირდებათ, მაგრამ ეს არის თავი და თავი. ძილი აი აუცილებლად და ასევე ვურჩევდი რომ აი ეს ყველაფერი სახეზე ხო ისახება ეს ნებისმიერი სტრესი და ასე შემდეგ და სხვათა შორის აი ხლა გამახსენდა ძალიან ჭკვიანური რამ ერთმა ქალმა თქვა ყველაზე მთავარი რჩევა დღეს იცით რა არის რომ ვისწავლოთ ყველა ქაოსში ცხოვრება იმ დროს ქაოსი იქნება სულ აი ხო გვაქვს რომ აი ხა ეს დასრულდება და მე აი ხა ეს დასრულდება და მე არა აი ეს ქაოსი იქნება მუდმივად აი ზუსტად და ვისწავლოთ ქაოსში ცხოვრება ქაოსში საკუთარი თავის მოვლაც ჯანმრთელობასაც მივხედოთ და ასე შემდეგ შენ როგორ ახერხებ აი ამ ქაოსში აი რაღაც სიმშვიდის პოვნას მაგალითად აი სადღაც განტვირთვას აი რა არის შენი განტვირთვის მთავარი აი სად არის ადგილი სადაც ძალიან აი ესეთი თავისუფალი დასვენებული მშვიდად. ეს არის დილა, რომელიც იწყება ძალიან ადრე, როდესაც უშვებ ბავშვებს, სახლში ვაკეთებ იოგას უკვე ძალიან დიდი ხანია. დავდიოდი სხვადასხვა ადგილზე, სადაც ძალიან მიყვარს ეს ადგილები, მათ შორის ჩვენი ნინჯა ჯიბლაძის ბლის იოგაც ძალიან. მოკეთ სახლში აი ჩემთვის ვირგებ იოგა, დილის რიტუალები, ჩემს საყვარელ YouTube-ი რომელიც არის აი ჩემი თანდევი, აი ესე ჩავრთავ ხოლმე და რაღაც საქმებს ვაკეთებ და აი ესე შესაბამისად ყველა კონტენტს და ყველა გადაცემას უსმენ თქვენი იქნება, ინგლისურენოვანი იქნება, ის იქნება და საქმის კურსში ვემ ეს არის ჩემი საქმე, ახლა ჩემი პროფესია და მე უნდა ვიცოდე სად რა ხდება. ხო, მაგრამ აი ეგ ახლა შენთვის განტვირთვაა YouTube-ი? ეს ჩემთვის განტვირთვაა, მე დავდივარ ხოლმე რაღაცებს ვაკეთებ ეს რაღაც ყოფილი და მაინც აბა რა, იმასთან შედარებით რაც მე ვაკეთებდი ადრე. ეს არის განტვირთვა. სადმე არის სადაც აი ტვინს თავიდან ბოლომდე თიშავ მაგალითად. ეს არის მოგზაურობას არ გულისხმობ. აი რაღაც ადგილი სადაც ტვინს თიშავ ბოლომდე. ეს არის რა იცი კიდევ ერთგან ვიღაცამ თქვა ძალიან კარგმა ადამიანმა რომ საერთოდ არ უნდა დაგეგმო ეს დასვენების დღეებიო. აი მე რა რო იყო მთელი დღე და უბრალოდ წამოწოლილი იყო და წიგნი წაიკითხო, ესეც უკვე განტვირთვა. ეს არის შინდისი, რა თქმა უნდა, ჩვენი სახლი, სადაც არიან ბავშვებთან ერთად დავდივართ, სადაც არის ოლივერი, სადაც აი დრო, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა ტემპში გადადის და აი უცებ თითქოს ეს შენი ელემენტები თავიდან იმუხტება რა. და აი ამ დროს და აი რაღაცა თავსაძლეობა ძალიან სასაცილო იყო. ახალ წელს ეს იყო პირველი ახალი წელი, როდესაც აი მართლა არსად არ წავედით. ეს რაღაცა დიდი თავყრილობები როა. და რაც კი რა საახალწლო სულელური ფილმი იყო ყველას ვაყურებ და ბოლოს შემა მეუღლემ თქვა სანამ ხა ირმები და ისინი ხამე არ დამესის რომ არ გამორთავ ამ Netflix თუ რა დღეში ვარ ეს იყო ესეთი დასვენება. კარგია, ესეთი დასვენება ძალიან აუცილებელია. მე მაგალითად მიყვარს ხოლმე აი რაღაცნაირად ხვდები, როდის იცი, რომ აი რაღაც მჭირდება ბუნება, აი ვგიჟდები და ის სადმე უნდა გავიქცო ქალაგარეთ, რომ აი რაღაცნაირად განვიტვირთო აი ამ ყველაფრისგან ამ ხო და ადრე იყო ესე რომ ის მაინც რომ ერთი ისევ ხოლმე ის თიშავს რა სოციალური ქსელებიდან გამოდიხარ რასაც არ ვაკეთებთ რა თქმა უნდა არავინ როგორ ვაკეთებთ ხა ჩვენი შემადგენელია პროფესიის მე რომ მქონდეს იმის საშუალება უბრალოდ მესულა ამას ვამბობ ხალხო ეს ჩემი პროფესია მე სხვა არაფრის კეთება არ ვიცი ჩემი პროფესიაა რომ მე ან წერო ან ვილაპარაკო ან გადავიღო ან გამოვჩდე ან რა ვიცი გადავჩდე და რა ვიცი მე და ეს თავისთავად ითხოვს რომ მუდმივად იყო ონლაინ მაგრამ ნუ აი იმას მაინც ვაკეთებ რომ ხა გავიღვიძე და ტელეფონს დავხედე არა ხო გამორიცხული 1 საათი არა ეგ ძალიან კარგია. და ძილის წინ 1 საათი არა. ვაი ხარ ახდება არა. ეგ ძალიან მაგარია.
მე პირველი დილით ეგრევე. ხო, აი ტელეფონს ვიხ. არა, მაგ ეგ დროც მოვა, როცა მაგრამ არა, მაგ ხოლმე დღეები, მაგალითად შეიძლება დავხედო რაღაც უცებ რაღაც ტელეფონს საათს, მაგრამ მე რაღაც პერიოდი დავდო. რო გისმენდით და თან ვფიქრობდი, რომ დავსვათ ვარა ეს კითხვა თქო, მაგრამ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, მაინც. აი შიში თუ გაქვს რამის. ნატალია, რა არის აი ეს რო ამბობენ საშუალო ასაკის კრიზისი, ეს რა არის რეალურად? ეს არის ის, რომ შენი საყვარელი ადამიანები ასაკში შედიან, კარგავ შენ საყვარელ ადამიანს. მე მახსოვს, რომ ვერ ვეგუებოდი მამას ამ მდგომარეობას. ანუ ერთის მხრივ წარმოგიდგენ შენ კარიერულად რაღაცები უკვე დაალაგე, შენ უკვე რაღაცა შუაში ხარ და აი უკვე როგორ იცი, აი ამ ყველაფრის უნდა ესე ვთქვათ ისი ამოვნო ამ ყველაფრით და უცებ წამოგეწევა შენი ძალიან საყვარელი ადამიანების ცოტა ასაკში შესვლა, ჯანმრთელობის პრობლემები და ასე შემდეგ და აქეთ შენი შვილები ხდებიან რა ქვია მას თინეიჯერები და ისეთაც და აი ამ ორთა ბრძოლაში ხარ, მაგრამ როგორც თქვი, ქაოსში ცხოვრება და დაიყოს ეს ქაოსი და დაიყოს ეს მუდმივად სულ ხელვა წახვედ, ეს არის ცხოვრება. ანუ აი ამ ქაოსში ამ რაღაცის შენარჩუნება, მთავარი ღირებულებების, სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთის, რაღაცა მარტივ რაღაცებით ბედნიერებას რო მარტივ რაღაცეებში, ხო? აი რაღაცა შენი კარგი ამბავი რო გამიხარდება, რო გავიგებ, ხო, აი დღეს რო ყვებოდი ნიტაზე და აი მართლა რო გულით გაგიხარდება, რო აი შენ რო აი კიდევ ხა ეს კინერა გახსენი, კიდე რაღაცები და ღმერთო, აი ღმერთმა ბევრი და ბევრი კაი საქმე გაგაკეთებინოს, ხო? აი ამ რაღაცა პატარ-პატარა რაღაცეებით ბედნიერება და რა ვიცი, აი ცხოვრება რა. ბოლოს რო შევხვდით, ჩვენ ვისაუბრეთ ნატალიში და შენ ძალიან შეწუხებული იყავი, არ მოგწონდა შენი სახის კანიფტოზი და ძალიან ღელავდი ამაზე და აი გულწრფელად მინდა გითხრა დღეს, აი მართლა თვალს ვერ გწყვიტავ, არაჩვეულებრივად გამოიყურები, არაჩვეულებრივი შედეგი გაქვს მართლა, აი არ ვიცი, აი 50 კი არა 70%-იც დიდი სხვაობა არის იმის ძალიან მოკლე ხანში თან, ხო, ბოლოს. გნახე ალბათ ერთი თვის წინ, თქვენ ახევრის წინ ალბათ. ხო, სადღაც ესე იყო. კი და ხო, ნუ ეს თან არაფერი და აი მინდა გითხრათ ჩემი კომპლიმენტები. არ მოყავდა ძის მოვედი, ძის დავიფანტიჟე, თავი მოვედი და არა ჯერო ეკა ჩვენთან თან არსად არ დავდივარ თქვენთან მოვალო და ისიც აი მართლა აი გულწრფელად ფანტასტიკური არაჩვეულებრივი შედეგი გაქვს და ძალიან კარგად გამოიყურები. მადლობა სალომე, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მე ესე სიამოვნებით შევიფერებ ამ ამბავს და დიდი მადლობა, ასე ვთქვათ, მადლობა ნატალის. მადლობა, აი ისე საინტერესოდ საუბრობ და ისეთი კარგი არის შენთან საუბარი, რომ არ მინდა რომ დასრულდეს დღევანდელი ეპიზოდი. რეკომენდაცია ხო არ ვკითხოთ რამე ჩვენთვის, რეკომენდაციას ხო არ მოგხსენდი. რჩევები მოგվეცით შენ, ახლა როგორც გამოცდილმა ჟურნალისტმა. არა, არაფერი რჩევები ჩემგან არ გჭირდებათ. მე მომწონს ეს მიქსი, სადაც პროფესიონალები ცვლიან ცნობილ ადამიანებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხშირად ძალიან საინტერესოა პროფესიონალების მოსაზრება, იმიტომ რომ ჩემი თავიც დამიჭერია იმაზე, რომ გავჩერებულ ვარ და უშ ყველას ვიცნობ თქვენიანებს, აი რომ მოგყავთ ხოლმე და აი რაღაც რეკომენდაცია რო არის სხეულის მიმართულებით, იმის მიმართულებით, ეხა სკინერა რო გახსენით იმის მიმართულებით, ნუ მერე ცნობილი ადამიანების, მოკლედ კარგი მიქსია, კარგად გამოგდით. ვიხარია. და რა ვიცი, ხა კი წამართვით პროფესია, მაგრამ კაი, ჰა. არა, არ წამოწევია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახაროთ კარგად გამოგდით. გვირთმევია. მე მგონია რომ მართლა ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ პროფესიონალების აზრი და მათი ეს რაც კითხვებიც გვაქვს ხოლმე ჩვენ, ხო? ვთქვათ, აი არაპროფესიონალებს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი რაღაცა ესე საჯაროდ მოვისმინოთ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ინფორმაცია, რომელიც მაგალითად ყველამ არ იცის და ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე სამწუხაროდ სოციალურ ქსელში და ესე
ცნობილი ადამიანების გამოცდილებები კიდევ ბევრად საინტერესოა ხოლმე და მოკლედ რაღაცნაირად ესე მიხარია რომ შენც გვიყურებ და მოგწონ შენი აზრით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, როგორ არ გიყურებთ და ეს ფორმულა რომ აი ამ სილამაზის სფეროს, ჯანმრთელობის სფეროს რაღაც აი ესე შიგნიდან შეგვახედეთ, აი არასარეკლამოდ რა, აი მიხვდით, აი ეს კი არ არის სარეკლამოდ უბრალოდ აი რაღაცა უბრალოდ აი მოდით გაიგე, არა, აი შიგნიდან და კიდევ უფრო მეტი კითხვით და ასე შემდეგ და ნუ იმედი მაქვს რომ წერენ იქ კითხვებს YouTube-ის მე ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ რა ვიცი ერთგვარ განათლებასაც ხელს უწყობთ ამ მიმართულებით. ასე რომ წარმატებებს გოგოებო მიიღეთ ჩემგანაც დიდი კომპლიმენტები. დიდი მადლობა. სალო საჩუქარი არ გამოგვრჩა. არა აუცილებლად აქედან არ გაგიშვებთ. მოდი მე ვეტყვი. ბევრი პროდუქტები გაქვს უკვე ჟერმენის, მაგრამ ეს მე მგონი არ გაგვჭირ. ხო, ეხა ნახე მე ესე წამოგიხე სპეციალურად რომ კარგად თან გაჩვენო მიხვდი. აბა რა არის თან გავარეკლამო. ეს არის პრემიერის, ანუ ყველაზე მაღალი ხაზი ჟერმენ დე კაპუჩინის იმიდან, რომელიც დაპატენტებული აქვს ესეთი ორი ინგრედიენტი, არავის არც ერთ საცხს არა აქვს ორი ერთად დაპატენტებული, არის ხოლმე ზოგიერთი მეში ერთი და ყოველ დღე უჯრედი, რომელიც ჩვენი კვდება ყოველდღიურ აღდგენას. მოკლედ ესე ჩაულებრივ ენაზე რო აგიხსნა, ყოველდღიურად აღდგენა ხდება უჯრედების. ამას აქვს შრატიც და საცხიც. ღამე დღე თუ სულ ხო, ერთია. ეგ არის დღეც და ღამეც, შრატთან ერთად, მაგრამ შრატს დაგახვედრებ რომ მობრძანდები. დილა საღამოს ეს თავიდან იმიტომ არ შემოგთავაზეთ, რომ ჯერ გვინდოდა მაინც ლიფტინის ეფექტი, თუმცა ეს არის ყველაზე ძლიერი გამაახალგაზრდავებელი, რომელიც ხო გეუბნები ყველაზე ძლიერი, რომლის იქეთ უკვე ფიზიკურად არ არსებობს ისეთი იმისგან შედგებოდა და თავიდან მიდოდა ცოტა სხვა რაღაცი დაგვეწყო და იმ საჩუქარს გიმზადებდი. დიდი მადლობა და დავტესტავ და სალმე რა ვიცი ნატალი დრაიბაში რო შეხვდები მე შეაფასე ანუ რამდენ ხანში დგება ეს ეფექტი ალბათ ერთი თვე უნდა მოვლას ხო ყოველდღიურად ნახე ყოველ დღე შრატთან ერთად საცხი რატო არის მე რაღაცა ესე ავხსნი ნახეთ უფრო ეკონომიურია როდესაც შრატთან ერთად იძენ რატომ იმიტომ რომ უფრო დიდხანს ყოფნის და ეფექტი ორმაგდება თვითონ საცხის როდესაც შრატთან ერთად ხმარობთ რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის რო ვიცოდეთ. ხო და თან უკვე მე მგონი მივეჩვიეთ კიდევაც, იმიტომ რომ სხვაგვარად იტანება სახეზე, შრატის მერე საცხი. ხო, ნუ შრატს გძნობ კიდევაც. შრატს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკვე თუ ანტიეიჯის დროს, როზაციის, ნუ სხვადასხვა პრობლემების დროს სხვადასხვა შრატი გამოიყენება. ეს შრატები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პრობლემიდან გამომდინარე, პრობლემური კანიდან გამომდინარე პრობლემას ებრძვის და საცხი უკვე პლუს დამატებითი არის ინგრედიენტი რომელიც ამ ყველაფერს აორმაგებს რა როგორც გითხრათ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის შრატის არსებობა საცხთან ერთად აი მარტო საცხი ჩათვალეთ რომ ცოტათი 50%-ია. ძალიან არ არის სწორი მიდგომაც და არც ეფექტი არ არის სწორი და ანუ ის და დახარჯული თანხაც არ მემაჩნია სწორად. შრატთან ერთად არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა. ეკა კიდევ ერთხელ, მადლობა რომ გვიყურეთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Beauty Talks და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.